თავი მეოთხე. შეიცნო ადამმა ევა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაინი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაინი მიწისმუშაკი. გამოხდა ხანი და მიართვა კაინმა უფალს სხვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოხედა უფალმა აბელს და მის სხვენს. ხოლო კაინსა და მის სხვენს არ მოხედა. ძალზე გამწარდა კაინი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაინს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქმნელი ხარ, განათავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, სოდვა ჩასაფრებულია კართან. შენსკენ აქვს მასულ ტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. უთხრა კაინმა თავის ძმას აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა კაინი აბელს და მოკლა. უთხრა უფალმა კაინს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო, არ ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიიღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას. დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაინმა უფალს: ძიმია სატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენ სახეს. დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამ ქვეყნად და ყოველ შემთხვევაში შეიძლება ჩემი მოკლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც 7 წილად მიეზღვება კაინის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაინს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხდურს. გადაიხვეწა კაინი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. შეიცნო კაინმა თავისი დედაკაცი, დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაინმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი ენოქი. შეძინა ენოქს ყირადი. ყირადმა შვა მეხუაელი, მეხუაელმა შვა მეთუშაელი, მეთუშაელმა შვა ლამექი. მოიყვანა ლამექმა 2 ცოლი, ერთ სახელად ერქვა ყადა, მეორეს ცილა. შვა ყადამ იაბალი, იგი იყო ყარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა. მის ძმას ერქვა იუბალი, იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა. შვა ცილამაც თუბალკაინი რვალისა და რკინის საჭურველთა მჭედელი. თუბალკაინის დას ერქვა ნაღამა. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. ხო, მოუკალი კაცი ჩემ და სატკივრად და ყმაწვილი ჩემ დაჭირად. თუ 7 გზის მიეზღვებათ კაინის გამო, ლამექის გამო 77 გზის მიეზღვებათ. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან მომადლა უფალმა სხვანაშიერი, ნაცვლად აბელისა კაინმა რომ მოკლა. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.